ერთი შეხედვით მილიონობით დოლარის გადაცემა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ფინანსური განათლება არ აქვთ, ჭკვიანური გადაწყვეტილება ნამდვილად არაა, მაგრამ ლატარეის წყალობით ასეთი შემთხვევები არც თუ ისე იშვიათია. როგორც წესი, სწრაფად გამდიდრებული ადამიანები მოგებულ მილიონებს მალევე კარგავენ. ამ ეპიზოდში ლატარეაში გამარჯვებული ყველაზე სულელი ადამიანების შესახებ მოგიყვებით. როგორც ამბობენ, ნდობა ნებისმიერი ურთიერთობის საფუძველია. ამ მოსაზრების ჭეშმარიტებაში ჩვენი პირველი გამარჯვებულიც დარწმუნდა. 1996 წელს დენის და ტომას როსები ჩანდა, რომ 25 წლიანი ქორწინების განმავლობაში თავს ბედნიერად გრძნობდნენ, მაგრამ მოულოდნელად დენისმა განქორწინება გადაწყვიტა. ამ გადაწყვეტილებამდე 11 დღით ადრე ქალმა მეგობრებთან ერთად კალიფორნიაში ლატარეის ბილეთი შეიძინა. ამ ბილეთით მეგობრებმა $6,600,000 მოიგეს. მოგებიდან მისი წილი $1,300,000 შეადგენდა. სავარაუდოა, რომ რეალურად დენის ქორწინებაში ბევრი პრობლემა ჰქონდა. ამიტომაც დიდი თანხის მოგება მისი გადარჩენის ერთადერთი გზა გახდა. რაც არ უნდა იყოს, წყვილი მალევე განქორწინდა. ამ დროს ტომასმა ლატარეაში მოგებული თანხის შესახებ არაფერი იცოდა, მაგრამ კანონის მიხედვით განქორწინების დროს ორივე მხარე ვალდებულია საკუთარი ფინანსები წარადგინოს, რათა ალიმენტების სომის განსაზღვრა მოხდეს. მიუხედავად ამისა, დიდი თანხის მოგების შემდეგ დენისმა სიმართლე დამალა, რათა ტომას მისი წილი არ მიეღო. განქორწინებიდან 2 წლის შემდეგ ტომასმა, რომელიც კვლავ ძველ სახლში ცხოვრობდა, ლატარეის კომპანიისგან დენისის სახელზე წერილი მიიღო, რომელიც მის მოგებას ეხებოდა. სიმართლის დადგენის შემდეგ ყოფილი ცოლ-ქმარი კვლავ სასამართლოში აღმოჩნდა. საბოლოოდ სასამართლომ დენისი თაღლითობაში დაადანაშაულა და მას ტომასისთვის მთლიანი მოგების გადაცემა მოსთხოვა. 2005 წელს ორეგონის მაცხოვრებელმა კრისტინა გუდენოუმ გადასაფხე ლატარეაში $1,000,000 მოიგო. ხმაურიანი წვეულების გამართვის ნაცვლად ქალმა ამ ამბის საიდუმლოდ დატოვება გადაწყვიტა. სწორედ ამ დროს ადგილობრივი პოლიცია 1 წლის წინ გარდაცვლილი ქალის საბანკო ბარათით განხორციელებულ საეჭვო ოპერაციებს აკვირდებოდა. როგორც აღმოჩნდა, კრისტინა მისი შეყვარებულის გარდაცვლილი დედის საბანკო ბარათს სხვადასხვა ნივთების შესაძენად იყენებდა, რომელთა შორისაც მოგებული ბილეთიც აღმოჩნდა. თანხის დაუფიქრებლად დახარჯვის შემდეგ მას $12,000 ვალი დაუგროვდა, რომლის დაფარვასაც ის მოგებული თანხით ცდილობდა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მას თეორიულად ბევრი ფული ჰქონდა, სხვისი საბანკო ბარათის უკანონოდ გამოყენების გამო კრისტინა თაღლითობაში დაადანაშაულეს. კრისტინას მტკიცებით, მან ბილეთი საკუთარი ფულით შეიძინა, მაგრამ ლატარეის კომპანიამ მოგებული თანხის გადახდაზე უარი განაცხადა. საბოლოოდ თაღლითობის გამო მას ერთთვიანი პატიმრობა შეუფარდეს. 2021 წელს ამერიკელმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ამჯობინა, ლატარეაში $26,000,000 მოიგო. ეს წარმოუდგენელი იღვალი იყო. ალბათობა იმისა, რომ ადამიანს მეტეორი დაეცემა, ლატარეაში დიდი თანხის მოგების ალბათობას 250 ჯერ აღემატება, მაგრამ ეს წარმოუდგენელი იღვალი მალევე დასრულდა. საქმე იმაშია, რომ მან ბილეთი შემთხვევით სარეცხის მანქანაში მოათავსა. მალევე ლატარეის ბილეთი ნაკუწებად იქცა. გაუგნებული ადამიანი სასწრაფოდ იმ მაღაზიაში წავიდა, სადაც მან ცოტა ხნის წინ მომგებიანი ბილეთი შეიძინა და მაღაზიის მეპატრონეს იმ ვიდეო კამერის ჩანაწერი ამოღება მოსთხოვა, რომლის დროსაც ის ბილეთს ყიდულობდა, მაგრამ სამწუხაროდ ლატარეის კომპანიისთვის ეს არასაკმარისი აღმოჩნდა. ორგანიზატორების თქმით, ბილეთის გარეშე თანხის მიღება შესაძლებელი იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს მომგებიანი ბილეთისთვის ფოტო ექნებოდა გადაღებული. როგორც აღვნიშნეთ, სტატისტიკურად ლატარეაში დიდი თანხის მოგების ალბათობა ძალიან მცირეა, ხოლო ჯეკპოტის გათამაშების შანსი 170 მილიონიდან 292 მილიონ შემთხვევაში ერთია, მაგრამ ერთმა ადამიანმა ლატარეაში არაერთხელ, არამედ ორჯერ მოიგო. 1985 წლის ოქტომბერში ეველინ ადამსმა, რომელიც ნიუ-ჯერსიში ცხოვრობდა, ლატარეაში $3,900,000 მოიგო. მიუხედავად იმისა, რომ მას ეს თანხა მთელი ცხოვრება ეყოფოდა, ეველინმა თამაში კვლავ განაგრძო და 4 თვის შემდეგ დამატებით $1,4 მილიონი მოგებაც კი მოახერხა. ეველინს საერთო ჯამში $5,300,000 ჰქონდა, მაგრამ ამ თანხის შენარჩუნება მან მხოლოდ მცირე დროით შეძლო. თავდაპირველად ეველინმა ყოველწლიურად $218,000 აღება გადაწყვიტა. ეს თანხა მან შვილის განათლებას და საკუთარი მუსიკალური მაღაზიის გახსნას მოახმარა, მაგრამ ბიზნესი წარუმატებელი აღმოჩნდა. ყველაზე უარესი კი ისაა, რომ ქალმა აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულების დაძლევა ვერ შეძლო. მალევე ეველინი კაზინო ატლანტიკის ყოველდღიური სტუმარი გახდა, სადაც მან 2012 წლისთვის მთლიანი თანხა წააგო. უკანასკნელი ინფორმაციის თანახმად, ქალი ერთ-ერთ კაფეში მიმტანად მუშაობს და თუ მისი სახის გამომეტყველებას დავაკვირდებით, მივხვდებით, რომ ის ბედნიერად ნამდვილად არ გამოიყურება. 2010 წელს ხოსე ანტონიო კოატოკმა ერთ-ერთ მაღაზიაში ლატარეის ბილეთი შეიძინა. ამ ბილეთის წყალობით მან $750,000 მოიგო. რა თქმა უნდა, ხოსეს ეს ფაქტი ძალიან გაუხარდა, მაგრამ არსებობდა ერთი დიდი პრობლემა. საქმე იმაშია, რომ ის ამერიკაში არალეგალურად მუშაობდა. ხოსეს შეეშინდა, რომ თუ ის მოგების შესახებ განაცხადებდა, ამ შემთხვევაში მას დეპორტაცია ელოდა. ამიტომაც მან თანხის განაღდება საკუთარ ხელმძღვანელს, ერიკ სერვანტეს თხოვა, მაგრამ ერიკი ხოსესთვის თანხის მიცემას არ აპირებდა. ხოსე ამ ფაქტმა საკმაოდ გააბრაზა და მალევე საკუთარ ხელმძღვანელს
სასამართლოში უჩივლა. საბოლოოდ მაღაზიის მეპატრონემ სასამართლოში ვიდეო ჩანაწერები წარადგინა, რომელზეც ბილეთის შეძენის მომენტი იყო დაფიქსირებული. ხოსემ დაამტკიცა, რომ მოგებული თანხა ნამდვილად მას ეკუთვნოდა. ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ როგორც ბოლოს გაირკვა, ჯორჯიის შტატის კანონების თანახმად ლოტარეაში გამარჯვებული შესაძლოა ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე ყოფილიყო. 314 მილიონი დოლარი ნამდვილად დიდი თანხაა. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ამერიკაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 76 წელია, ამ თანხით ადამიანს ყოველდღე 11319 დოლარის დახარჯვა შეუძლია. მაგრამ დასავლეთ ვირჯინიის მაცხოვრებელმა ჯეკ ტაკერმა ეს თანხა 4 წელიწადში დახარჯა. პირველი მისი შეცდომა ფულის მანქანაში შენახვის ჩვევა გახდა, რამაც მალევე ქურდების ყურადღება მიიპყრო. პირველად მას მანქანიდან 545,000 დოლარი მოპარეს. ამის გარდა ის კიდევ რამდენჯერმე გაქურდეს. უნდა ითქვას ისიც, რომ მოგებული თანხის 10% მან ქრისტიანულ ორგანიზაციას შესწირა და დასავლეთ ვირჯინიაში რამდენიმე მილიონი დოლარის ღირებულების ტაძარიც კი ააშენა. გარდა ამისა, მან საკუთარი ფონდიც კი შექმნა, რომელიც გაჭირვებულ ადამიანებს საკვებით და ტანსაცმლით ამარაგებდა. ჯეკი იმდენად გულუხვი იყო, რომ ერთ დღეს საკუთარ რაიონში ავტომობილით სეირნობისას ის ფანჯრიდან ხალხს ფულს უყრიდა, მაგრამ რა თქმა უნდა, ჯეკი თანხას საკუთარი თავისთვისაც ხარჯავდა. თავდაპირველად ის ამბობდა, რომ ასეთი დიდი ფული მას არ შეცვლიდა, მაგრამ მოგებიდან ერთი კვირის შემდეგ მან 50,000 დოლარი მხოლოდ ერთი წვეულების გამართვისთვის დახარჯა. ყველაზე დიდი პრობლემა კი აზარტული თამაშები აღმოჩნდა. როგორც ამბობდნენ, ერთ-ერთმა კაზინომ მას სასამართლოშიც კი უჩივლა, რადგანაც ჯეკმა 1,5 მილიონი ფსონი გააკეთა მაშინ, როდესაც მას ამ თანხის გადახდა უკვე აღარ შეეძლო. ყველაფერთან ერთად 2016 წელს ჯეკის სახლი დაიწვა. ამ დროს მას სახლის რემონტის ფულიც კი აღარ ჰქონდა. ეს ტრაგიკული ისტორია 2020 წელს დასრულდა, როდესაც ის დაუდგენელი დაავადების შედეგად გარდაიცვალა. როგორც ხედავთ, უეცრად მოგებული დიდი თანხის შემდეგ ზოგიერთი ქორწინება მალევე სრულდება. როდესაც როჯერ და ლარა გრიფითსებმა 2005 წელს ბრიტანეთის ნაციონალურ ლოტარიაში მოიგეს, ისინი ამ ყველაფერში თვითონვე დარწმუნდნენ. წყვილმა ოჯახი 1997 წელს შექმნა და როგორც ერთი შეხედვით ჩანდა, ცოლ-ქმარი ბედნიერი იყო. სიტუაცია 2005 წელს შეიცვალა, როდესაც მათ 1,830,000 ფუნტი მოიგეს. მალევე წყვილმა 800,000 ფუნტად შეფასებული სახლი, 28,000 ღირებულების პორშე და 24,000 ფუნტიანი ლექსუსის მარკის ავტომობილი შეიძინა. ხოლო ამ რამდენიმე შენაძენით მათ მოგებული თანხის თითქმის ნახევარი დახარჯეს. თანაც ამ თანხაში არ შედის კოსმეტიკური ოპერაციები და ძვირადღირებული ტანსაცმელი. მცირე დროის შემდეგ წყვილი სამოგზაუროდ დუბაიში, ნიუ-იორკში, რომში, ლონდონში და მონაკოში წავიდა, სადაც ისინი ყოველთვის საუკეთესო ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში ისვენებდნენ. გასაკვირი არაა, რომ ასეთი მდიდრული ცხოვრება მათთვის მალევე დასრულდა. 2013 წელს თანხის სრული დახარჯვის შემდეგ წყვილი განქორწინდა. თუ ლარას დაუჯერებთ, ასეთი შედეგი როჯერის დაუფიქრებელმა ხარჯებმა გამოიწვია, რადგანაც მას ყოველთვის როკ ვარსკვლავობა სურდა. როჯერმა კოლეჯის დროინდელი როკ ჯგუფის აღდგენასა და პირველი ალბომის გამოშვებაში დაახლოებით 25,000 ფუნტი დახარჯა. ეს გადაწყვეტილება წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგანაც 2006 წელს გამოშვებული ალბომი მხოლოდ 600-მა ადამიანმა შეიძინა. მაგრამ როჯერი ყველაფერში ლარას ადანაშაულებდა. მისი თქმით, ლარა მთლიან ფულს ძვირადღირებულ ტანსაცმელში ხარჯავდა. რაც არ უნდა იყოს განქორწინების შემდეგ 2013 წელს როჯერი საცხოვრებლად მცირე ზომის კოტეჯში გადავიდა. ამ დროს მას ანგარიშზე მხოლოდ 7 ფუნტი ჰქონდა. მაიკლ კეროლისთვის, რომელიც ინგლისში ცხოვრობდა, ლოტარიაში მოგებული დიდი თანხის დახარჯვა უმარტივესი საქმე აღმოჩნდა. ცნობილია, რომ მაიკლს მძიმე ბავშვობა ჰქონდა და მას ყოველთვის მცირეწლოვან დამნაშავედ მიიჩნევდნენ. 13 წლის ასაკში ის მაღაზიაში ქურდობისთვის დააპატიმრეს. 2002 წელს მაიკლმა დასუფთავების სამსახურში მუშაობა დაიწყო. როდესაც ის 19 წლის იყო, მან ლოტარიაში 9,700,000 ფუნტი მოიგო. დასაწყისისთვის მან ტბის პირას სახლი შეიძინა, რომლის ღირებულებაც 325,000 ფუნტი იყო. მაგრამ ამ შენაძენის გარდა მაიკლის სხვა ხარჯები საკმაოდ უცნაური იყო. რამდენიმე წლის განმავლობაში მან წვეულებებში 300,000 ფუნტი, ხოლო ამ წვეულებებისთვის გასამართად საჭირო ალკოჰოლში 200,000 ფუნტი დახარჯა. გარდა ამისა, მაიკლმა 400,000 ფუნტის ღირებულების ავტომობილები შეიძინა, რომელთაგანაც თითქმის ყველა საკუთარ ეზოში დაამტვრია. საქმე იმაშია, რომ მაიკლს ბავშვობიდან ნივთების განადგურება მოსწონდა. ამიტომაც ამ სურვილის დასაკმაყოფილებლად მან სახლის წინ სპეციალური მოედანი მოაწყო, რომელზეც შეძენილ ავტომობილებს ამტვრევდა. გარდა ამისა, 3 მილიონი ფუნტი მან ძვირადღირებულ სამკაულებში და საფეხბურთო კლუბ რეინჯერსში გაკეთებულ ინვესტიციაში დახარჯა. როგორც მაიკლი ამბობდა, მან მოგებული თანხის 50% ოჯახის წევრებსა და ახლობლებს დაურიგა. გასაკვირი არაა, რომ მას ფული მალევე გამოელია. 2010 წელს მაიკლმა ტბისპირა სახლის გაყიდვა სცადა, მაგრამ სახლი იმდენად ცუდ მდგომარეობაში იყო, რომ მისი შეძენის მსურველი არ გამოჩენილა. 2013 წელს ის საბოლოოდ გაკოტრდა. მიუხედავად იმისა, რომ მაიკლი რთულ ფიზიკურ სამუშაოს დაუბრუნდა, ის მომხდარს არ ნანობს. მისი თქმით, ეს პერიოდი მის ცხოვრებაში საუკეთესო წლები იყო.
ამერიკის სოციალური უზრუნველყოფის ადმინისტრაციის თანახმად 2021 წელს სოციალური დახმარება 65 მილიონმა ამერიკელმა მიიღო. ეს სისტემა უამრავ ადამიანს ეხმარება, მაგრამ ხანდახან დახმარებას არც თუ ისე სანდო ადამიანები იღებენ. 2011 წელს მარტოხელა დედა ამანდა კლეიტონი სოციალური დახმარებით ცხოვრობდა, მაგრამ მალევე მან ლატარიაში 1 მილიონი დოლარი მოიგო. დიდი თანხის მოგების მიუხედავად ამანდა სიხარბე მსლია. ყოველთვე ის $200-იან დახმარებას კვლავ იღებდა. როდესაც მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს თუ რა იყო ამ ყველაფრის მიზეზი, ამანდამ განმარტა, რომ ლატარიაში მოგების მიუხედავად ის კვლავ უმუშევარი იყო. ამიტომაც მას სოციალური დახმარება კანონით ეკუთვნოდა, მაგრამ მან არ იცოდა, რომ რეალურად დახმარება შემოსავლების რაოდენობით განისაზღვრება, ხოლო სამუშაო მეორე ხარისხოვანია. რა თქმა უნდა, მისი თაღლითობა მალევე გამოვლინდა, რის გამოც ის 9 თვით დააპატიმრეს. ამის გარდა ამანდას $5,500 დაბრუნება მოუწია. ეს თანხა მან დახმარების სახით არაკანონიერად მიითვისა. სამწუხაროდ ამანდას ისტორია ტრაგედიით დასრულდა. მოგებიდან 1 წლის შემდეგ 25 წლის ასაკში ის მოულოდნელად გარდაიცვალა. 8 წლის ასაკში დედის გარდაცვალების შემდეგ მამამ ის ბავშვთა სახლში გაგზავნა, ასე რომ პენსილვანიელი ბადპოსტის ცხოვრება მარტივი ნამდვილად არ ყოფილა. მაგრამ 1988 წელს ბადმა ლატარიაში $16,200,000 მოიგო. ამ დროს მას ჭიბეში $3 ნაკლები ჰქონდა. ერთი შეხედვით ჩანდა, რომ ბადს ძალიან გაუმართლა, მაგრამ დიდი თანხის მოგებამ მას მხოლოდ ახალი პრობლემები მოუტანა. შეთანხმების მიხედვით ყოველწლიურად ბადს $500,000 უნდა მიიღო, ხოლო ორ კვირაში მან პირველი გადახდიდან მიღებული ფულის 2/3 რესტორნებში, მოგზაურობ და ახალ ავტომობილებში დახარჯა. როგორც ამბობდნენ, სამ თვეში მას უკვე $500,000-ზე მეტი ვალი ჰქონდა. საბედნიეროდ ამ ვალის დაფარვა ბადს დარჩენილი ფულიდან შეეძლო, მაგრამ მისი ვალები ყოველწლიურად იზრდებოდა. ამის შემდეგ მისმა საცოლემ ენ კარპიკმა ბადს მოგებული თანხის ნახევარი მოსთხოვა. როგორც აღმოჩნდა, როდესაც ბადს ფული აღარ ჰქონდა, მან ენის ბეჭედი ლომბარდში ჩააბარა. სწორედ ამ ფულით მან ლატარიის ბილეთი შეიძინა. მიუხედავად იმისა, რომ ბადი ამ ფაქტს უარყოფდა, სასამართლომ მას ენისთვის მოგებული თანხის 1/3-ის გადახდა მოსთხოვა. ამ ყველაფრის გარდა ბადის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, რადგანაც მისმა ძმამ ბადის მოსაკლავად ადამიანი დაიქირავა, რათა დარჩენილი თანხა მას მიიღო. საბედნიეროდ ეს მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. პრობლემების მიუხედავად ბადი ძვირადღირებულ მანქანებს, იახტებსა და სახლებს ყიდულობდა. თანაც ბადს იმ დროისთვის უკვე მე-6 ცოლი ჰყავდა და ყოველი განქორწინება მის დარჩენილ ფულს უფრო ამცირებდა. გარდა ამისა, 90-იანი წლების ბოლოს ის კვლავ სასამართლოში აღმოჩნდა, რადგანაც მას ერთი უცნაური ჩვევა ჰქონდა. ბადი იმ ადამიანებს მუდმივად ესროდა, რომლებიც მასთან ფულის სათხოვნელად მიდიოდნენ. სასამართლო დავის შედეგად მას 6-დან 24 თვემდე პატიმრობა ემუქრებოდა, მაგრამ მალევე ის ქვეყნიდან გაიქცა. 6 წლის შემდეგ ბადი საკუთარ იახტაზე დააპატიმრეს, რომლის ღირებულებაც $260,000 იყო. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ის სრულიად გაკოტრდა. როდესაც ბადს ფული აღარ ჰქონდა, სახელმწიფომ მას $450 დახმარება დაუნიშნა. ამ დროს მისი ვალი $1,000,000-ზე მეტი იყო. 2008 წელს, როდესაც 65 წლის მარვა ვილსონმა ლატარიაში $2 მილიონი მოიგო, მისი ცხოვრება მომენტალურად შეიცვალა. ამ თანხის ნაწილით მარვა საკუთარი შვილიშვილისთვის სწავლის დაფინანსებას გეგმავდა, ხოლო თავისთვის ის წელიწადში მხოლოდ $30,000 დატოვებას აპირებდა. სამწუხაროდ ქალმა არ იცოდა, რომ მალევე ის ძლიერი თაღლითის მსხვერპლი გახდებოდა, რომელიც მას $480,000 წაართმევდა. ყველაფერი 2010 წელს დაიწყო, როდესაც ქალმა პრია პირსონი გაიცნო. ის უმუშევარი მარტოხელა დედა იყო, რომლის ერთადერთ შემოსავლის წყაროს სოციალური დახმარება შეადგენდა. როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, ქალი კეთილი ჩანდა და ამიტომაც მარვა მას მალევე დაუმეგობრდა. საბოლოოდ თაღლითმა ქალი დაარწმუნა, რომ მოგებული თანხა მის მიერ შექმნილ საქველმოქმედო ორგანიზაციაში გადაერიცხა. ეს ორგანიზაცია ციხიდან გამოსულ ახალგაზრდებს ეხმარებოდა, რათა მათგან მეორებითი კანონდარღვევის ნაცვლად ნორმალური სამსახური მოეძებნათ. რა თქმა უნდა, სინამდვილეში ეს ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა, მაგრამ მარვამ $480,000 მისი მეგობრის ანგარიშზე გადაერიცხა. ქალის მოტყუების შემდეგ ფრეამ ეს თანხა აზარტულ თამაშებში, მოგზაურობებში, ავტომობილებში და ძვირადღირებულ ტანსაცმელში დახარჯა. საბოლოოდ მარვა გაკოტრდა, მაგრამ როდესაც საქმეში ფინანსური ექსპერტები ჩაერთნენ, ყველაფერი ნათელი გახდა. 2017 წელს ფრია 5 წლით თაღლითობის, ფულის გათეთრებისა და გადასახადებისგან თავის არიდების ბრალდებით დააპატიმრეს. ითვლება, რომ ადამიანის ტვინი 25 წლისთვის სრულიად ვითარდება და როგორც მაიკლ კეროლის შემთხვევამ გვიჩვენა, ახალგაზრდობაში დიდი თანხის მოგება ხშირად კატასტროფული შედეგებით მთავრდება. ამ ფაქტს ბრიტანეთის ლატარიის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული 16 წლის კალი როჯერსიც ადასტურებს. 2003 წელს კალის წარმოუდგენლად გაუმართლა. მან $1,800,000 მოიგო. გამარჯვებულთა უმეტესობის მსგავსად, მან განაცხადა, რომ მოგებულ თანხას ჭკვიანურად დახარჯავდა, მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო, ეს ასე არ მოხდა. რამდენიმე წელიწადში მან $300,000 ძვირადღირებულ ტანსაცმელში, წვეულებებში და კოსმეტიკურ ოპერაციებში დახარჯა. 2009 წლისთვის ის სრულიად გაკოტრდა. დღეისათვის საკუთარი შვილების გამოსაკვებად კალი დამლაგებლად მუშაობს, მაგრამ როგორც სხვა გამარჯვებულები, გოგონა ამტკიცებს, რომ ფულის გარეშე ის თავს უფრო ბედნიერად გრძნობს.